სანამ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა, საქართველო უკვე იყო მითებისა და უძველესი ცივილიზაციების აკვანი. კოლხეთის ლეგენდარული სამეფო, ადგილი, სადაც ოქრო მრავალი მდინარეები ჩაედინებოდა და სადაც ბერძენი არგონავტები ოქროს საწმისის საძიებლად მოვიდნენ. იაზონი და მედეას სიყვარული და ღალატი, ეს ამბავი საუკუნეების მანძილზე აკავშირებდა კავკასიას დასავლურ ცივილიზაციასთან. აქ იშვა ამირანის ლეგენდაც გმირისა, რომელიც ხალხისთვის ცეცხლის მოტანის გამო კავკასიონზე მიაჯაჭვეს. პრომეთეს ქართული წინასახე. წ. მესამე საუკუნე. ფარნავას პირველმა გააერთიანა ქართული ტომები და, ლეგენდის თანახმად, შექმნა ქართული დამწერლობა. სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას, რაც საფუძვლად დაედო იბერიისა და კოლხეთის შემდგომ სიმძლავრეს. ეს იყო საწყისი იმ დიდი ისტორიისა, რომელიც ჩვენ უკვე გავიარეთ. საქართველო, მითებისა და რეალობის განუყოფელი ნაწილი.